პირდაპირ ჩართვა პარტია დროას წევრები აკეთებენ განცხადებას. საერთო სახალხო წინააღმდეგობაში ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ბოროტი რუსული მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. Am სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ ღირს, იმდენად აბსურდული და სულელურია ეს ბრალდება მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი, რომელზეც არის არაერთი წარწერა, ისეთი წარწერები, რომლებიც არ იშლება საერთოდ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. არასოდეს არც ერთია ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. სამაგეროდ დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს. ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, უკვე 4-დან 4 პოლიტიკური ლიდერი კოალიცია ცვლილებისთვის ზის ციხეში. ჩვენთვის ეს ახალი არ არის, ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკავებთ მეორეს ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ მათ შეუძლია გააკეთონ ის, რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავით არის დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის. ერთი რამ რაც უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ და ამ კრიმინალურმა ბანდამ არის შემდეგი, რომ ისინი აუცილებლად დამარცხებიან ელენე ხოშტარია და სხვა ის პოლიტიკოსები, ვინც არის დღეს ამ მომენტში ციხეში. ისინი არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, სოლიდარულები არიან ყველა პოლიტპატიმრის, რომელიც მანამდე დააკავეს და ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ სისტემას, ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოშლით და ის რაც როგორც კალაძე და ის კრიმინალური ბანდა იქცევა, შეშინებული, ლაჩარი, ხდალი, არაქართული რეჟიმის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ჭანჭაკი, რომელსაც ქართული ოცნება თუ ჩვენ არ ჩამოშლით და ჩვენ მალე ჩამოშლით, აუცილებლად მოიცილებს. ერთი რამ უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ, აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს, სხვა შემთხვევაში მათ აუცილებლად მოუწევთ იძულებით მათი გათავისუფლება, ვინაიდან ყველა ეს პოლიტპატიმარი არის უკანონოდ დაკავებული და ამ დაკავებაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი კაცი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა საქართველოს გარუსება მისი რუსი წარმომადგენლებით, როგორიც არის კალაძე და სხვები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ბრძოლა იქნება ჩვენს გამარჯვებამდე. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ქუჩებში და ამათ ოფისებს არ უნდა კონდეთ მოსვენება.